არის თუ არა მსახიობობა ცოდვა. თუ შეიძლება თქვენი აზრი რომ დააფიქსიროთ. ჩემი აზრის დაფიქსირება მაინც და მაინც არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ზოგადად უნდა ითქვას, ეს შეკითხვა შეიძლება საიდან მომდინარეობს. ეს თავდაპირველად ეს მსახიობობა და ეს თეატრები მომდინარეობდა იქიდან, რომ ქრისტიანებს დასცინოდნენ. თუმცა დღეს თუ მსახიობი ამ თავისი ხელოვნებით უზნეობას არ ქადაგებს, უზნეობას არ უწევს პროპაგანდას, ქადაგება ცოტა ისეთი სიტყვა არ უხდება. ქადაგება არის ღვთის სიტყვას რა. და თუ ეს რაღაც შემეცნებითია, თუ რაღაც ცხოვრებაზე დააფიქრებს, ღმერთისკენ გაახედებს თავისი აი ამ წარმოდგენით. რატოა ცოდვა? ეს სულაც არ არის ცოდვა. როგორ შეიძლება ახლა ძალიან მიყვარს კახი კავსაძე. თქვა რომ ის რომ თამაშობდა, ის ცოდვას ჩადიოდა. როგორ შეიძლება? არ შეიძლება. მაგრამ თუ ვიღაცა უზნეობას უწევს პროპაგანდას. ახლა დღეს რომ კაცი ქალის კაბას ჩაიწოს და ახეთ იგი დახტის, ეგ ცოდვა. ეგ მაგასაც მსახიობი ქვია. არა, კახი კავსაძესაც მსახიობი ქვია, გივი ბერიკაშვილსაც მსახიობი. შეიძლება შეადარო, არ შეიძლება. ეგ შეურაცხყოფა იქნება კახი კავსაძესა და გივი ბერიკაშვილის, რომ ორივეს მსახიობი უწოდო. არის, აი ჩემი მოსაზრება ეგ არის და დავაფიქსირე, აჰა, როგორც მთხოვდნენ, დავაფიქსირე. თუმცა იყო ერთი ასეთი შემთხვევა, ძველი პირველი 3 საუკუნეზე ლაპარაკი, როცა ქრისტიანობა იდევნებოდა. უნდა გაეთამაშებინათ ასეთი რაღაცა, რომ ვითომ ქრისტიანი იყო, ეს თეატრალური დადგმა იყო ესეთი მსახიობი. ვითომ ქრისტიანი იყო, მერე მოსთხოვეს, რომ ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს, ვითომ ამას შეეშინდა. და ანუ თეატრი ესე იყო სცენარი, რომ შეეშინდა და თქვა, რომ არა და ვითომ დაგმოი ქრისტე და კერპებს ცხერფლი შეწირა. ხო და მარო თქვა მსახიობმა, რომ მე ქრისტიანი ვარ, მე ხო უნდა შეეშინებინა თვითონ და არა და არ შეშინდა, მე ქრისტიანი ვარ, იმათ ეგონათ ეს კიდე თამაშობდა. ეთქობა როგორღაც იმოქმედა ამ სიტყვებმა მიზღულზე და არა მე არ თამაშობ, მე ქრისტიანი ვარ. და მოწამეობრივად აღესრულა. ცნობილი ამბავია, წარმოიდგინეთ. ის არც მონათლული იყო, არც მანამდე პირჯვარი გადაუწერია, არაფერი. და იმას ქვია სისხლით ნათლობა. როდესაც ადამიანი თუნდაც წარმართი მოუნათლავი, მოწამეობრივად რომ აღესრულება, 40 სებასტიელ მოწამეში ერთ-ერთი ესე არ იყო. გარედან უყურებდა, ნახა რომ ერთმა გამოქცეულმა მხედარმა დაკარგა ის გვირგვინი, ზეციდან რაც ეშვებოდა. ესენი კაბადოკიელი მხედრები იყვნენ, რომელიც სებასტიაში მსახურობდნენ. იმპერატორმა მოსთხოვა, რომ კერპებისთვის ცხერფლი შეეწირა, მოკლედ გახსენებთ ამ ამბავს. მათ არ შეწირეს ცხერფლი, მოინდომეს მათი დასჯა, გაყინულ ტბაში ჩააყენეს და იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ანუ რაღაც სადღაც სადაც თბილოდა, ანუ საცდური. და ამ 40-დან ანუ შუაღამისას ერთ-ერთ ხედარს ეღვიძა და რას ხედავს? ამ 40-დან ერთს უმტყუნა სიმტკიცემ და გამოიქცა იმ აბანოსკენ, სითბოსკენ. მაგრამ ვერც იქამდე ვერ მიაღწია. შუაგზაში გარდაიცვალა. აი რასო საცოდაობა წარმოიდგინე, თან ქრისტეს უღალატა, თან ვერც ამ წუთის ოფლის სითბო ვერ მიიღო. აი ადამიანი რა ქრისტეს რო ღალატობს, იმის გამო ამ წუთის ოფლის სიმდიდრის თუ შვება განცხრომის თუ რაღაც გარყვნილების თუ რაღაც სიამოვნებების გამო ბოლოში ვერც იმით იტკბება და იმასაც კარგავს და ეს რო დაინახა ამ კაცმა, ამ ჯალათმა და ნახა რომ 40 გვირგვინი რომელიც მათ თავზე იყო დამდგარი ერთი უკან წავიდა, მიხვდა რომ ამ გამოქცეულმა ჯარისკაცმა ეს გვირგვინი დაკარგა. და გაიხადა, გააღვიძა სხვა ჯალათები და თქვა რომ მეც ქრისტიანი ვარო და ჩადგა მათთან ერთად ტბაში. და იქ დილით ისინი ხმლებით აკუწეს, მერე დახოცეს. და ის მიუხედავად იმისა, რომ მოსანათლი იყო, აი სწორედ მოწამეობრივი აღსასრულის გამო ის სისხლით ნათლობად ითვლება. ის
სებასტიელ მოწამეთა შორის იხსენება. ისე რომ ესეთი რაღაც მოხდა ამ თეატრალურ ამბებთან დაკავშირებით.